Თორნიკე რიჟვაძეს სიკვდილსებთვის მისი ამბავი დღეს დილით ჯერ ჭორად გავრცელდა, რასაც მალევე მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. ასე უცერემონიოდ გამოგვიცხადეს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა და ქართული ოცნების ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა სცადა. გულმკერდის არეში დაიხალა ტყვიაო. ამისთვის მან საზღვაო სააგენტოს უფროსის ალექსი ახვლედიანის იარაღი გამოიყენა და ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაუკავებიათ. Am შრალ ინფორმაციას მალევე მოჰყვა პროპაგანდისტული ფრონტის გაშლა. უცებ გაირკვა, რომ საგარეჯოში იმ საავადმყოფოს ექთნებმა, სადაც რიჟვაძე შეიყვანეს, მის ჯიბეში წერილი იპოვნეს. ეს წერილი კი არც მეტი და არც ნაკლები რეჟიმის მედიას, გამოცემა Prime Times მიაწოდეს. ექთნებს ხომ ტელეფონში უწერიათ Prime Time-ის ჟურნალისტების ნომრები. ეს სხვათა შორის დანაშაულია თანაც სისხლის სამართლის და წესით პროკურატურა ამასაც უნდა იძიებდეს, მაგრამ რად უნდა ბევრი კითხვა, რომ ეს წერილი Prime Times თავად რეჟიმის სათაო ოფისებიდან მიაწოდეს. ეს გამოცემა ხომ რეჟიმის ბიზნესმენის რიჟას, იგივე გიორგი კაპანაძის საოჯახო საკუთრებაა. შესაბამისად, აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა იმავე გზას გადის, რასაც იმედის, პოსტივის და სხვა პროპაგანდისტების მასალები. აშკარა, რომ გარდა ოფიციალური განცხადებისა, სისტემამ სცადა სივრცე აღარ დაეტოვებინა ვინმესთვის თვითმკვლელობის გარდა სხვა რამეზე ეფიქრა. ამ მცდელობამ კი კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ასე უცბად როგორ გამორიცხა გამოძიებამ ყველა ვერსია და პირდაპირ თვითმკვლელობას მიადგა. ხომ თავად ამბობენ, რომ ორი ადამიანი იყო ერთ სივრცეში და ერთი მეორეს იარაღითაა მძიმედ დაჭრილი. რატომ ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის რწმენა და მტკიცება? ამდენი წელი ხომ ოცნების რეჟიმმა იმის ძახილში გალია ზურაჟვანიას გარდაცვალება, რომ გაზის ნამწუმა გამოიწვია, ასე სწრაფად როგორ იცოდა ვანო მერაბიშვილმა დილით ბრიფინგზე რომ გამოაცხადაო. თვითონ ამაზე უარესი არ ქნეს? თორნიკე რიჟვაძეს ფილტვში მოხვდა ტყვია. საფეთქელში არ მოხვედრია. გულმკერდის არეში ტყვიას კი ცოტა, ძალიან ცოტა, პრაქტიკულად არც ერთი თვითმკვლელი არ ეხლის. რეჟიმის პროპაგანდა თორნიკე რიჟვაძის წერილს ხატავს წყალგაუვალ მტკიცებულებად, რომელშიც ეჭვიც არ შეაქვთ და თუ როდის დაიწერა რა გარემოებებში. ამ წერილში ყოველად უცნაური რაღაცები წერია. ტექსტის ავტორი ჯერ ამბობს, რომ მას კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში სდებენ ბრალს, რისი ატანაც აღარ შეუძლია და შემდეგ ოჯახის მფარველობას ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს თხოვს. ვინ სდებს ამ ყველაფერში მას ბრალს? ვისკენ იშვერს ამ ტექსტის ავტორი ხელს? ერთი რამ, რაც უკვე დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ივანიშვილი მორიგ ჯერზე ცვლის გუშაგებს. საკადრო წმენდითაა დაკავებული და ამას ირაკლი კობახიძის ხელით აკეთებს. თანამდებობიდან გაყარეს ყველა, ვინც ირაკლი ღარიბაშვილთან ან სუსის ყოფილ ბოსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ან ოთარ ფარცხალაძესთან იყო დაკავშირებული. ყოფილ მაღალჩინოსნებს ბიზნესთვის მოპარული ფულის უკან მიტანას თხოვენ. ზოგს გრაფიკს თავაზობენ, ზოგს ამასაც არა. ამ ყველაფერს კი პროკურატურისა და კრიმინალური სამყაროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აკეთებს. რა მაგარია არა? ვიცოდით ისიც, რომ ამ დაკავებისას სახელმწიფო ამ დაკაჩავების სახელმწიფო პროგრამაში თორნიკე რიჟვაძეც იყო ჩართული და მასაც ფულს თხოვდნენ. დასკვნებით თქვენთვის მოგვინდია. ეს წმენდა სრულად ჩდება იმ პატერნში, რაც ივანიშვილის შესახებ ვიცით. მას ხომ ლამის ყველა ნათესავი ქურდობაში ყავს დადანაშაულებული და ყველა პრარაბი დაჭერილი. უბრალოდ ახლა იმათ იჭერს, ვისაც ფულის გაკეთების საშუალება მისცა, რადგან ახლა სხვების დრო მოვიდა. ახლა იმ სხვებმა უნდა ჭამონ ბიუჯეტის ფული, მერე იმათი რიგი მოვა. ეს პარანოია რეჟიმის შიგნით ტურბულენტობას იწვევს. რეჟიმის ჩინოვნიკები, მაღალჩინოსნები, ძალოვანები და ბიზნესმენები დაფრთხნენ. არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი, ვისთვის მოინდომებს პატრონი ფულის შეწერვას ან ნაპარი ქონების დახევას. შიში და ძრწოლა, რითაც ყველას გვემუქრებოდნენ, რითიც ვერავინ შეაშინეს, მათ მიადგა, სუნი დადგა უკვე ისე ეშინიათ, ხმას ვერ იღებენ, რიგში რომ იდგნენ რიჟვაძესთან ფოტოს გადასაღებად, ცოცხალმკვდარი ადამიანის მოკითხვას ვერ ბედავენ. სწორედ ესაა 1937 წელი. მაშინ მეტი კი არაფერი მომხდარა. ადამიანებს 36-მეჩიც კლავდნენ და 35-მეჩიც. 37 წელს იმათი დახვრეტა დაიწყეს, მანამდე რო სხვებს ხვრეთდნენ. ეს ხდება ახლა. ივანიშვილის რეჟიმი შინაარს არ იცვლის, ის ყოველთვის ასეთი იყო, ის ფორმას ცვლის, ვერტიკალს ალაგებს, საბოლოოდ გამოკვეთს კრიმინალური დაჯგუფების კონტურებს და სწორედ ამის ნაწილია ფულის დევნა. ეს ხომ ოფშიაკია, აი ქურდები რომ აგროვებენ, ოფშიაკი თუ ვის ხელში იქნება, ამის გარკვევას მრავალი კრიმინალური ავტორიტეტი შეწირვია. ასეა აქაც. ის რომ ივანიშვილს საკუთარი ძალაუფლება აღლუმზე აქვს გამოტანილი, ისიც მიუთითებს რაც მდიდარი და გავლენიანი კაცის გიორგი რამიშვილის თავს ხდება ახლა. როგორც ამბობენ, სადღაც მიფრინავდა იარაღი, შემთხვევით დარჩა ჩანთაში, აეროპორტიდან კი გამოუშვეს, მაგრამ მერე სახლში დააკავეს. რამიშვილის გარემოცვა ცდილობს ეს ამბავი გააპერფქთალოს, მაგრამ ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, ყველა მიცის, რომ თუ ასეთ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, ასეთი დაუდევრობისთვის ლეგენდარულ გიორგი რამიშვილს ერთი წლის წინ არავინ დაიჭერდა. რამიშვილი ხო ფარცხალაძის მეჯვარია, აშკარად რაღაც შეიცვალა. სულ ახლახან გავიგეთ, რომ პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. მე ვერც იმას გამოვირცხავ, რომ თორნიკე რიჟვაძემ მართლა დაწერა ეს წერილი და მერე მეგობარი ახვლედიანის იარაღით თვითმკვლელობას სცადა.
ვერც იმას, რომ ეს წერილი დააწერინეს ეწოლითა და მუქარით, ვერც იმას, რომ ასე ძალადობდნენ და ეს თქვაც ამის დაუგეგმავი გაგრძელება იყო. ვერაფერს გამორიცხავ, ისეთი უძიროა ივანიშვილის ბოროტება, ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი. ყველა შემთხვევაში ეს ისტორია იმას გვიყვება, თუ რა ხდება რეჟიმის შიგნით, რომ დაცული არავინ არაა და ყველამ ოცნების შიგნითაა თუ შორი ახლოს დროულად უნდა იზრუნოს სულებაზე. დაუშვათ, რომ მართლა ისე მოხდა ყველაფერი, როგორც რეჟიმი გვეუბნება. რა უბედურება დაემართა ასეთი ამ ახალგაზრდა კაცს, რომ სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინა. რითი და რისით შეაშინეს? ციხის შეაშინდა ასე? საეჭვოა. რა არის ის მეტი რა ადამიანს ასეთი არჩევანის გაკეთებას რომ აიძულებს? ივანიშვილის რეჟიმი ყარს, ეს სუნი ჩინოვნიკურ კაბინეტებში ვეღარ იმალება, უკვე მთელი ქვეყანა მოიცვა. ერთადერთი, მაგრამ აუცილებელი დეტალი, რაც მას აკლდა, სისხლი და სიკვდილი იყო. სისხლი და სიკვდილი, როგორც დიქტატორის ძალაუფლების მთავარი ნიშანი. ეს სისხლიც დაიღვარა. ის თორნიკე რიჟვაძისაა. იმედია ის სიკვდილს გადაურჩება და ეს ამბავი განწმენდაში დაეხმარება. განწმენდაში იმ საწამლავისგან ასე სრულად რომ მოიცვა ეს ახალგაზრდა კაცი. რთული დასავიწყებელია თორნიკე რიჟვაძის ამპარტავანი, სასტიკი, ძალაუფლებისაგან მოწამლული სიტყვა და საქმე, მაგრამ სიკვდილთან მებრძოლს მხოლოდ ჯანმრთელობას თუ უსურვებს.